ბოლო 2 წელია გვიძახიან აბა ომი ხوار გინდათ, აბა ომი ხوار გინდათ, რასაც ეხლა ისინი აშკარად აკეთებენ, არის ის, რომ ადამიანები გადაკინონ ერთმანეთს, პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებამდე ეს მიიყვანონ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს იმით, რომ იქ ძალოვნებს აუშვებენ და ხალხს აცემინებენ, რის საპასუხოდ მერე, რა თქმა უნდა, სხვა მეტი ადამიანი გამოვა, ზოგიერთ შემთხვევაში იმით, რომ თავიანთ დაგეშილ არაფორმალურ რაღაც თანამშრომლებს ალბათ გამოუშვებენ ადამიანებზე, რეალურად ერთი არის, რომ ამ ძალადობის პირდაპირ წახალისება და ამის კადრები დავარქვათ, თუ რაც ამის სუფთა მგზოველობით დონეზე შეჩვევა მოსახლეობის, რომ ეს არის ნორმალური და ნორმალიზება ამის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უფრო მსხვილ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თუ შევხედავთ მას და მათი პროპაგანდის აი ამ სტრატეგიას, რაც აქვთ აღებული, ფიზიკური ძალადობის იქეთაც ჩვენი საზოგადოების უფრო და უფრო იქეთკენ წაყვანა, რომ ხალხი დაიხლიჩოს იმის მიუხედავად, ვინ ეთანხმება ერთმანეთს, არ ეთანხმება საზოგადოება, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცხოვროთ ერთად უთანხმოებების, პოლიტიკური გემოვნების განსხვავებების თუ სხვა ტიპის განსხვავებების მიუხედავად, შეუძლებელი გახადოს თანაცხოვრება ადამიანების აქ ჩვენს სახელმწიფოში და საზოგადოებაში.